გამარჯობა, ჩემო საყვარელო საქართველო, გიზო ჯარმელი ამერიკიდან. კვირა დღე, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის მუშაობ. ხშირად ვფიქრობ საქართველოზე. ეს ძალიან ბუნებრივია, როდესაც ადამიანი უცხოეთშია, ის კი არა, ბუნებრივია, როდესაც ადამიანი საქართველოშია დაბადებული. ქართველები ჩვენ ვერ ვეგუებით უცხოეთს, რაც არ უნდა ლამაზი იყოს და კარგი უცხოეთი, მაინც ჩვენ ქართველებს გვიჭირს. ესე ვართ მოწყობილები. ესეთი ადამიანები ვართ ქართველები. ჩვენ ცოტა სხვანაირები ვართ. იცით, ხშირად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ისტორიაზე, ჩვენს ფაქტებზე, ჩვენს ძლიერ მხარეებზე და ჩვენს ნაკლოვანებებზე. რა თქმა უნდა, ადვილია ძლიერ მხარეებზე ლაპარაკის ჩვენს ნიჭიერ ერზე და მე ვფიქრობ, რომ თვითონ ჩვენს ერში არ არის დეფიციტი იმის, რომ ჩვენს თავს ხოტბა შევაცხათ. მე მგონი, ერთ-ერთი დიდი მიზეზი, რის გამოც ჩვენ როგორც ერი ვერ მივდივართ წინ, არის ის, რომ შეიძლება ბევრად თვითდაჯერებულები ვართ და ბევრად უფრო დიდი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, თუ რას წარმოვადგენთ დღეს როგორც სახელმწიფო, ვიდრე ის, რაც სინამდვილეში ვართ. ალბათ ჩვენს ერს აკლია კრიტიკული ხედვა საკუთარ თავზე, ხო? აი ესე ვთქვათ. და როგორც წესი, ისე ვიცი გეთანხმებით, რომ ჩვენ ისეთი ერი ვართ, რომ ცოტა გვიჭირს ერთმანეთის კრიტიკა. მე რამდენ ქართველსაც ვიცნობ, რაღა დაგიმალოთ, ჩემის ჩათვლით ძალიან მიჭირს კრიტიკის ატანა და აი რამდენი წელია უცხოეთში ცხოვრობ და მე მგონი ეს ბოლო 10-15 წელია შევეჩვიე კრიტიკული აზრის მოსმენას, როდესაც საქმე ჩემს პიროვნებას ეხება. ეცით ცოტა მიდგომად შევცვალე. ხანდახან როდესაც ადამიანი გეუბნებათ საკუთარ ნაკლოვნების შესახებ, საკუთარ სუსტ მხარეებზე, შეიძლება ეს ადამიანი იყოს ის ადამიანი, ვისაც მართლა გული შესტკივა თქვენთვის. ჩვენ ქართველებს გვჩვევია, რომ ბრაზდებით ხოლმე, მაგრამ ხშირად ვისაც ყველაზე ძალიან შესტკივა გული შენზე, ის შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც საკუთარ სუსტ მხარეებზე პირდაპირ გეტყვის სახეში და ამას არ გამოიყენებს ზურგს უკან. ამიტომ მეც მინდა მოგიწოდოთ, რომ თუ თქვენ ყავთ ესეთი ახლო ადამიანები, სადაც დარწმუნებულები ხართ, რომ აუცილებლად გეტყვიან სიმართლეს საკუთარი თავის შესახებ, იცით, მიდით არ ჩვენი ერთ დღეს და უთხრით. მითხარი ყველაფერი, რასაც ჩემზე ფიქრობთ. და მე მადლობა გადავუხადეთ, იმიტომ რომ სიმართლის მოსმენა ჯერ ერთი ძნელია და მეორეც ერთი ძალიან იშვიათად ვინმე მართლა გეტყვით სიმართლეს. იმიტომ რომ როგორც წესი საზოგადოებაში სიმართლის ლაპარაკი სათანადოდ არ არის დაფაცებული. იცით, პარადოქსია, ხო, ერთი მხრივ მთელი ჩვენი საზოგადოება, მთელი ჩვენი სასულიერო სამყარო გვასწავლის იმას, რომ უნდა ვიცხოვროთ სიმართლეში. მაგრამ როდესაც ადამიანი სიმართლეს ამბობს, ყველაზე ნაკლებად მაშინ არის ეს ადამიანი დაფასებული. ძალიან ხშირად და მე ახლა აღარ წავალ ამ ლაპარაკით შორს. დაფიქრდით თქვენ თვითონ, რამდენი ადამიანი, რამდენი ცნობილი ადამიანი, რამდენი ცნობილ ადამიანს იცნობთ, ვისაც სიმართლე ცხოვრების დროს არ დაუფასდა. მხოლოდ სიკვდილის შემდეგ, სამწუხაროდ. მოდით ახლა ჩვენს ქვეყანას შევხედოთ. მოდით ჩვენს ისტორიას შევხედოთ. მოდით ჩვენს სუსტ მხარეებს შევხედოთ. ხანდახან ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე. და რამოდენიმე ძალიან საინტერესო ფაქტი ამოტივტივდება ხოლმე ჩვენი ყოფიდან, ანუ ჩვენი ისტორიიდან, ჩვენი წარსულიდან, მომავლიდან, აწმყოდან, როგორც გინდათ. მაგალითად ის ფაქტი, რომ ქვეყანა გვაქვს ზღვისპირას და არასდროს არ ყავდა არც ერთი მეზღვაური. არათუ მეზღვაური ისტორიულ წყაროებშიც კი არ აყვავს.
ცნობილი პიროვნებები, ვინც თავი გამოიჩინა რაღაც ზღვასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, ხო? ყავდა ესეთი დიდებული მეფეები, როგორც დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე და ერთი ფილმიც კი არ გადაგვიღია მეფეების შესახებ. ერთხელ არ მომხდარა ასეთი ფაქტი, რომ ახალ თაობებს ესწავლა იმის შესახებ, თუ რითი გამოიჩინეს ამ შვენიერმა მეფეებმა თავი ჩვენს ისტორიაში და რა წვლილი შეიტანეს. მე მესმის, რომ ბევრი ისტორიული წყარო და ბევრი წიგნი არსებობს, მაგრამ ჩემო ძვირფასებო, ჩემო ქვეყანა, რატომ ერთხელ არ გადაიღეთ ერთი ფილმი მაინც, როდესაც უამრავი ფილმი არსებობს მამლუქების შესახებ, გიორგი სააკაძის შესახებ და ასე შემდეგ. ანუ მე არ მინდა დავაკდინო არც გიორგი სააკაძის ფიგურა. თუნდაც სტალინის ფიგურა ავიღოთ. მის შესახებაც ძალიან ბევრი ფილმი არსებობს და საერთოდ სამამულო ომის შესახებ, რომელიც ჩვენთვის არანაირად არ იყო სამამულო, პირიქით იყო დამღუპველი ომი ქართული გენოფონდისათვის. მაგრამ მოდი შევეშვოთ ახლა ამას. რატომ არ არსებობს არც ერთი ფილმი დავით აღმაშენებელზე, არც ერთი ფილმი თამარ მეფეზე? ნუ თუ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ცოდვად ითვლება, ეკლესიის მიერ ითვლება ეს ცოდვად, რაღაცა წმინდანები არიან, არ შეიძლება ფილმის გადაღება, მაშინ იესოზეც არ უნდა იყოს არც ერთი ფილმი. თუ იგივენაირად ვიმსჯელებთ. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელსაც საკუთარი ავიაცია არ აყავს და ვანო ჯავახიშვილის თქმის არ იყოს, ქართულმა ავიაციამ ფეხით ჩაუფრინა აღლუმის დროსო. აი ესეთი პატარა საინტერესო ფაქტები. იქნებ რაღაცა მიხვედრება გამოიწვიოს ამაში, თუ როგორი უნდა ვიყოთ მომავალში. იცით, მე ჩემი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, საუკეთესო მინდა. მაგრამ გონია ხშირად ჩვენ არ ვაფასებთ სიმართლეს და არ ვაფასებთ იმას, თუ რეალურად რა არის საჭირო იმისათვის, რომ გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წაიწიოს. არა მარტო არ ვაფასებთ სიმართლეს, არამედ ხშირად გაგონებაც არ გვინდა. და იმ ადამიანებს და ამიტომ არის დღევანდელი სიტუაცია ისეთი, როგორც არის. აბა ის ნორმალურია, რომ 30% საქართველოს მოსახლეობის ქვეყნიდან წასვლა უნდა და ჩვენ ის ერი ვარ, ვინც ვერ ძლებს უცხოეთში. მე მგონი მოვიდა დრო, რომ ცოტა ვიყოთ კრიტიკულები. დაფიქრდით, ჩემო კარგებო.